საფრანგეთში პარალელურად გლოვობენ დაღუპულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამძიმრის წიგნია გახსნილი. თბილისში საფრანგეთის საელჩოში დილიდან მიდიან მოქალაქეები, მთავრობა, პოლიტიკოსები და დიპლომატები. ჩვენ ვართ შარლი ებდო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი პირველმა გააკეთა. ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა 7 იანვარს, ფრანგული გამოცემა შარლი ებდოს წინააღმდეგ წარმოადგენდა თავდასხმას იმ უმთავრეს ევროპულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ, ეს იყო თავდასხმა სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიის წინააღმდეგ და ჩვენ ვიზიარებთ დაღუპულთა ჩვენ თანაუგრძნოდ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას. მთავრობის ადმინისტრაციის სახელით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი შალვა თადუმაძემ დატოვა. საფრანგეთის საელჩოში ასევე მივიდნენ ეკონომიკის მინისტრი და თბილისის მერი. ღრმა მწუხარებას გამოთქვა მომხდარი ფაქტის გამო უსამძიმრებ ფრანგ ხალხს და მთავრობის ადმინისტრაციის სახელით შესაბამისი ჩანაწერი გავაკეთეთ სამძიმრის წიგნში. ეს არის შეტევა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და ნამდვილად შოკირებული ვართ იმით, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო იმ კადრების ყურება, რომელიც ჩვენ ნახეთ და ჩვენ რა თქმა უნდა გამოვხატავთ სოლიდარობას საფრანგეთის მოსახლეობის მიმართ. ეს ძალიან მძიმე დანაშაულია 21 საუკუნეში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ადამიანების ქმედებებს თითოეული ჩვენთაგანი ერთად და მთელი მსოფლიო ერთად უნდა აღვდგეთ. საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა. უწყების ხელმძღვანელმა კი ფრანგ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა. პარიზში თავდასხმის შედეგად დაღუპული 12 ადამიანიდან 2 პოლიციელი იყო. გამოვთქვათ მწუხარებას და თანადგომას უცხადებთ იმ ადამიანების ოჯახებს, რომელიც ამ ტერაქტის შედეგად დაიღუპნენ. ასევე თანადგომას უცხადებთ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას. მინისტრმა თავის განცხადებაში ბრძანა, რომ საქართველოს ამ მძიმე მომენტში არის საფრანგეთის გვერდით. სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დასატოვებლად საფრანგეთის საელჩოში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ეს არის თავდასხმა არა მარტო სიტყვის თავისუფლებაზე, არამედ ზოგადად თავისუფლებაზე. ეს არის სერიოზული გამოწვევა. ჩვენი ყველა სამოცანა, ვისაც გსურს, რომ საკუთარი თავისუფლება დავიცვა და თავისუფალ სამყაროში ვიბრძოლოთ, არის რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სერიოზულად და ვიყოთ მზად ამ ბრძოლისთვის. დაღუპულთა ოჯახის წევრებს და საფრანგეთის არასაპარლამენტო ოპოზიციაც უსამძიმრებს. არანაირი გამართლება არ აქვს ტერორიზმს, არანაირი გამართლება არ აქვს ადამიანების დახოცვას, არანაირი გამართლება არ აქვს თუნდაც საკუთარი ღირებულებების ან საკუთარი რწმენის დასაცავად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ხელის აღმართვას. ბოროტება აუცილებლად დამარცხდება. ალბათ კაცობრიობას მართებს მეტი ყურადღება, მეტი სიფხიზლე და მეტი სამართლებრივი საშუალებების შემუშავება, რათა ამ დამანგრეველ პროცესებს ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს საშუალება და ბოლო მოეღოს. სამძიმრის წიგნში ჩანაწერი ასევე გააკეთეს საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა. ტრაგიკული თავდასხმა სატირული ჟურნალის შარლ ებდოს რედაქციაში 7 იანვარს განხორციელდა. ტერორისტებმა 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.